ოცნების ქალაქი ამ სახელწოდებით დღეს ახალციხის ცენტრალურ სკვერში ღონისძიება გაიმართა. საღამოს ორგანიზება ახალციხის ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ფრთამ გაუწია. კონცერტში მონაწილეობა სხვადასხვა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს. სიმღერებისა და ცეკვების გარდა ღონისძიებაზე ჭადრაკსა და მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ სპორტულ აქტივობაში საკუთარი ძალები მოესინჯათ. გამარჯვებულებს კი ღონისძიების ორგანიზატორებისაგან სიმბოლურად სერტიფიკატები გადაეცათ. საათნახევრიანი კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა. ახალციხეში ფაქტიურად 6 საათის მერე აღარაფერი არც მუშაობს, არც არსებობს, ბავშვები ჩაკეტილები არიან სახლებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემატიური ხასიათი მიეცეს ესეთ ღონისძიებებს და აიგეგმოს სხვადასხვა მაგალითად შეჯიბრებები, სხვადასხვა ოლიმპიადები და ასე შემდეგ. აგრეთვე გაიხსნეს ბევრი სტადიონები ახალგაზრდობისთვის, გასართობი ადგილები შეიქმნას. ამ ღონისძიებას ქვია ოცნების ქალაქი, რადგან ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქალაქში, სადაც ყოველი დღე იქნება ესეთ ლამაზი დასამახსოვრებელი, სადაც ერთად შევიკრიბებით, გავერთობით. აქ არავის ხელფას არ იღებს, არავისთვის საფასური არ გადაგვიხდია, უბრალოდ ყველამ თავისი სურვილით გამოთქვა ნება იმისა, რომ ერთად დამდგარიყავით, ერთმანეთის ყოფნა გაგვეხალისებინა და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე გვეჩქებინა პირველ საკუთარი თავისთვის, შემდეგ ჩვენ მეგობრებისათვის.